დავიხარე და გონებით დავლიე წყალი. მშენებლობა ისე დავიწყეთ, რომ წყალი არ გქონდა. ეს არ იყო ადვილი საქმე, ამიტომ გავაკეთეთ დიდი აუზი, რომელიც 640 კუბს იტევდა და იქ წვიმის წყალს ვაგროვებდით. მიუხედავად ამისა, აუზის წყალი არ იყო საკმარისი და 5-6 წლის განმავლობაში კიფისიიდან ყიდულობდით წყალს. იქვე დარგული გქონდა ხეები, რომლებსაც ნაყიდი წყლით ვრწყავდით. ამაზე ბევრი ფული იხარჯებოდა და აქედან გამომდინარე საჭიროება ითხოვდა, რომ ამოგვეყვანა წყალი, რომელსაც მე ვხედავდი მიწის სიღრმეში. მაგრამ ვინაიდან წყალი ძალიან ღრმად იყო, დიდი თანხა გვჭირდებოდა. ძალიან მაღლებდა ეს საკითხი. რაიმე გამოსავალი უნდა გვეპოვნა და უფალმა იპოვა იგი. აი რა მოხდა. ერთხელ ერთი კაცი მოვიდა ჩემთან რჩევისთვის, რაღაც საკითხის შესახებ. ღმერთმა რამდენიმე ოჯახური და პირადი რამ გამომიცხადა მის შესახებ. ის განცვიფრდა, გული აუჩუყდა და მითხრა, რაც ახლა მითხარით, ჩემი ცოლის გარდა არავინ იცის, ძალიან დიდი საიდუმლოა და უცებ აღრთოვანებულმა მკითხა. მამაო, რაიმე ხომ არ გჭირდებათ? არაფერი. მონასტერში წყალი გააქვთ? არა, არ გვაქვს. მაშინ წყალს ამოგიყვანთ, მიწის ბურღი მაქვს. რა დაждდება? არაფერი, ყველა ხარჯს მე დავფარავ. კეთილი, მაგრამ დანაპირები უნდა შეასრულო, რადგან ამას ღვთის წინაშე ამბობ, ვუთხარი მე. და წავიდა. რამდენიმე დღეში დანადგარით მოვიდა, 38 მეტრი ჰქონდა გაბურღული, როცა მყარი კლდე შეხვდა და აღარ უნდოდა გაგრძელება. მე ვთხოვე და მოიტანა სხვა, უკეთესი დანადგარი, რომელიც 80 მეტრამდე ჩავიდა. ისევ მყარი კლდე შეხვდა. ბურღვი უკვე ვეღარ აგრძელებდა მუშაობას და უიმედოდ მითხრა. მამაო, წყალს ვერ ვპოულობ, უნდა წავიდე. არა, ნუ წახვალ. უნდა წავიდე, გამიმეორა მან. მაშინ მე, რადგანაც ბრმა ვიყავი, ერთ მონაზონს ვთხოვე და წამიყვანა იმ ადგილას, სადაც ბურღავდნენ. დანადგარიდან 20 მეტრის მოშორებით, ფიჭვების სიღრმეში, ფარულად, რათა ვერავის დავენახე. იქ მხურვალედ ვილოცე და გონებით წყლის ნაკადი ვიპოვე. პირჯვარი გადავისახე და ლოცვა განვაგრძე. იქედან გონებით გავზომე თუ რამდენად ღრმად იყო წყალი. ასეთი რამ სხვა დროსაც მაქვს გაკეთებული, როცა ჩემთან მოსულმა რამდენიმე ადამიანმა წყლის პოვნა მთხოვა. არა მარტო პოულობდი წყალს, არამედ გონებით ვსინჯავდი კიდეც თუ როგორი იყო. ლაშე, მარილიანი თუ ტკბილი და ასე შემდეგ. ავიღე საზომი და დავიწყე ქვევისკენ გაზომვა. ესე იგი გონებით. ზომავდი. 1, 2, 3. წყალი ძალიან ღრმად იყო, ამიტომ დავიწყე 10 მეტრით გაზომვა. რა თქმა უნდა, ისევ გონებით და ვამბობდი 10, 20, 30, 40, 50, 100. დიდი შვება ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ წყალი ღრმად იყო, ვიპოვე. გამოუთქმელი სიხარული განვიცადე. მაშინვე ვიფიქრე, რომ გამესინჯა, კარგი იყო თუ არა წყალი. დავიხარე და გონებით დავლიე წყალი. ძალიან კარგი იყო. აღრთოვანებული და კმაყოფილი დაბრუნდი სენაკში. ცოტა ხანში დავოძახე ნიკოლოს, ასე ერქვა იმ კაცს, რომელსაც მიწის ბურღი ჰქონდა და ვუთხარი. ძალიან ღრმად უნდა ჩახვიდე. მამაო, ისევ კლდე შემხვდება, ვერ ვიპოვით წყალს. თანაც ამდენი მილებიც არ მაქვს, უნდა წავიდე. არ წახვალ. წადი და მილები იშოვე, არსადაც არ გიშვებ. მეორე დღეს მოიტანა მილები და ჩავიდა უფრო ღრმად, იქ, სადაც მე ვუთხარი. იქ იპოვა ჭა, სადაც უხვად იყო წყალი, გემრიელი და ადვილად მოსანელებელი. ყველანი გახარებულები ვიყავით. ეს იყო ღვთის კურთხევა. უფლის ასეთი დიდი სასწაულისთვის, მადლიერების ნიშნად, ღვთაების პარაკლისი გადავიხადეთ. ეს იყო უფლის ფერისცვალების სასწაული. ეკლესიის უნივერსიტეტში. როდესაც დედათა მონასტრის დაარსებას ვფიქრობდი, ბევრი აზრი მომდიოდა გონებაში, ძალიან ბევრი. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შემომეკრიბა ჩემს ირგვლივ რამდენიმე მონაზონი და ერთმანეთთან ქრისტეს მიერ სიყვარულით ყოფილიყავით დაკავშირებულნი. სურდა, რომ ყველანი ნამდვილი მონაზვნები ყოფილიყვნენ, გამსჭვალულნი მონაზნური მოქალაქობის სულით, შურისა და ამის მსგავსი რამეების გარეშე, რაც ჩვეულებრივ დედაკაცებს ახასიათებთ. ჰქონოდათ სიყვარული და წესრიგი ერთმანეთში. ასევე მსურდა რაიმე ხელსაქმე, ხელობა ჰქონოდათ, რომელსაც შეასრულებდნენ დილაობით 2-3 საათის განმავლობაში. მაგრამ მინდოდა, რომ მთელი დატვირთვა ეკლესიის უნივერსიტეტზე გადაგვეტანა. ხედველობაში მაქვს გალობა, კანონები, შუაღამიანი, ფსალმონები,
პარაკლიტონი, თვენი, თეოტოკარიონი, მარხვანი, ზატიკი. მინდოდა თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, ყველაფერი წაგვეკითხა, რასაც განაწესი უჩვენებს. დავითნე კი ცისკრის ნაცვლად შუადღისას წაგვეკითხა იკონომიის მიზნით, რომ ძალიან დამღლელი არ ყოფილიყო მონაზვნებისთვის. საგალობლებისა და საკითხაობის გულმოდგინედ შესრულება ჩემთვის მნიშვნელოვანი რამაა, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით ადამიანი მისდა შეუცნობლად განიწმინდება. ისმენს რა წმინდანების სიტყვებს თვენიდან, პარაკლიტონიდან და ასე შემდეგ, იძენს სიყვარულსაც, სიმდაბლესაც და სხვა ყველაფერსაც. ამას უნდა ვესწრაფოდეთ თავგამოდებით, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური სულიერი საზრდო ტაძარში. შემდეგ ისევ ყოველდღიურად დავსხდებოდით ნაშუადღევს 1 საათი ან საათნახევარი და წავიკითხავდით ამონარიდებს დიდი მამების ნაწერებიდან. გაიგეთ? და სენაკებშიც ისევ საკითხავი დადგენილ დროს, გარიგს შევადგენდით. ბევრს ასეთი ჩვეულება აქვს, დადგენილ საათზე 3-ჯერ რეკავს ზარი და 10 წუთის განმავლობაში, სადაც უნდა იმყოფებოდეს, მუხს მოიყრის და ამბობს ლოცვას, უფალო იესო ქრისტე. პრაქტიკულად ეს არის ადვილი, მაგრამ იცით რა საოცარია, როდესაც ბაღს რწყავ და როგორც კი ზარის ხმას გაიგონებ, მუხს მოიყრი. ან კიდევ, როცა ყველანი გამოდიან გარეთ და დუმილით იყრიან მუხს. ანუ ყველანი ერთად 10 წუთის განმავლობაში მხურვალედ ვლოცულობთ, უფალო იესო ქრისტე. სადაც უნდა ვიყოთ, ყველანი ერთად, როგორც ერთი სხეული და გონებითი ლოცვით გავერთიანდეთ ქრისტესთან და შემდეგ გავაგრძელოთ მუშაობა. უნდა შეიქმნას სკოლა, სხვაგვარად არც შეიძლება. სკოლა, იცით რას ნიშნავს სკოლა? და ეგ გქონდეს გულმოდგინება და ნუ ვიქნებით მოდუნებულები. უწიგნურიც რომ იყო და საერთოდ არაფერი გესმოდეს, უნდა მოხვიდე საკითხავის მოსასმენად. ერთხელ, 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ და გამოიღუძებ სულიერად. ნელ-ნელა ისწავლი მამაო ჩვენოს, მრწამს. გვერდით ერთი მონაზონი გეყოლება, რომელიც მითითებებს მოგცემს. 1, 2, 3 წელიწადში უნდა ისწავლო, მაგრამ ვისურვებდი, რომ საკითხავი ყველას კარგად წაეკითხა, ანუ გარკვევით და გულიანად. წამს, რომ ჩვენი სიყვარულით უფალი ბევრ სასწაულს მოახდენდა. ოცნებად მქონდა, რომ მონასტერში 60-ხისეული გარემო გამეფებულიყო. განუწყვეტლივ აღსრულებულიყო მსახურებები და აღსარებების მიღება. ყოფილიყო ბევრი მოძღვარი, რომ ერთმანეთს შენაცვლებოდნენ. როგორც საავადმყოფოებში ენაცვლებიან ერთმანეთს მორიგი ექიმები. და ასე სულიერი თუ ხორციელი მწუხარებებით და 1000 ცოდვებით დამძიმებულ და დათრგუნულ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მიემართათ მათთვის დასახმარებლად დღეღამის ნებისმიერ დროს. ასევე ყოფილიყო სადღეღამისო ტელეფონი, რომლის საშუალებითაც მონაზვნები თავიანთი სიტყვებით, რჩევებით, ან უგეშებდნენ უამრავ სხვადასხვა სულიერი ჭრილობების გამო უიმედობაში მყოფ ადამიანს და მიიყვანდნენ მათ ჩვენს მანუგეშებელ ქრისტესთან, რათა ამგვარად მათ სულებს ეპოვათ ხსნა და აღსულიყვნენ ზეციური ნათლით, რომელსაც მათ საღვთო მადლი მიანიჭებდათ. ვისურვებდი, რომ მეც მიმეღო აღსარებები ხალხისაგან. როდესაც ვინმე შეჭირვებული, უმთავრესად განსასწრებისაგან მოვიდოდა, ჯერ აღსარებას მოვისმენდი მისგან, შემდეგ კი მოვიდოდნენ მონაზვნები და ღვთისმოშიშებით უგალობდნენ მას პარაკლისს. ანუ უძლური მუხს მოიყრიდა. მე ოლარს გადავაფარებდი და ლოცვებს წავუკითხავდი, ხოლო დედები ყველანი ერთად, კრძალულებით და ერთითა პირითა უგალობდნენ პარაკლისს. წამს რო ჩვენი სიყვარულით უფალი ბევრ სასწაულს მოახდენდა. ღვთისმადლით ბევრი სნეული ჯანმრთელობას დაებრუნებდა. აი მაგალითად, მოდის ერთი დამწუხრებული მამა და ამბობს: ჩემ შვილს თაბრუ ეხვევა, გული მისდის და ძირს ეცემა. ბავშვს ცოტა ხნით მონასტერში გავაჩერებდი. ამ დროს მონაზვნები, რომლებიც მთელი არსებით ერთსულოვნებაში არიან მოძღვართან, მუხს მოიყრიდნენ და ერთობლივი ლოცვა ზეგავლენას მოახდენდა სნეულის მდგომარეობაზე. მონასტრის კრებული, რომელიც ერთობით ლოცულობს, დადებითად მოქმედებს და სასწაულებს ახდენს. და სწორედ ეს არის, რასაც მე ვეძებ და მწადია. ამის გაკეთება მსურს მონასტერში. და კიდევ ერთი რამ მსურდა მონასტრისთვის. ამეშენებინა დიდი და ლამაზი ტაძარი. ოდესმე აქ შეიძლება, რომ ბევრი ხალხი მოვიდეს აღსარებაზე, საზიარებლად, სალოცავად, გონებითი ლოცვის შესასწავლად.
ჩემი ოცნება იყო, რომ წმინდა მთიდან მოსულიყვნენ სულიერი მამები, რომლებიც უდაბნოში ცხოვრობენ და დიდად არიან დაკავებულები საიდუმლო ღვთისმეტყველებით და აქ, ტაძრის ქვემოთ, სარდაფში ფარულად ესწავლებინათ გონებითი ლოცვა, თუნდაც ერთი დღით მოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს გამოჩენაც არ უნდა. ასეთები შეიძლება ერთი დღით მოგვეყვანა და მეორე დღესვე წასულიყვნენ. ამ გზით დიდ ჩვებას მიიღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ვნებებით და სხვადასხვა ცხოვრებისეული მწუხარებით. მონასტერმა ღვთის შიშით უნდა მიიღოს ადამიანები და შთააგონოს მათ არა დამოძღვრით და ქადაგებით, არამედ ლოცვით, ღვთის შიშით და პირადი მაგალითით. ეს ძალიან ფაქიძი რამაა. თქვათ, მოვიდა მავანი მონასტერში. ჩვენ მას მივიღებთ, მაგრამ არ არის საჭირო მრავალსიტყვაობა. სტუმართმოყვარეობა უპირველესად ტაძარში უნდა გამოვიჩინოთ. ანუ სტუმარს წავიყვანთ მსახურებებზე, წუხრზე, სერობაზე. საკითხავს მკაფიოდ და გასაგებად წავიკითხავთ, ვიგალობებთ მოწიწებით, ყველგან წესრიგი და მდუმარება უნდა სუფევდეს. რამდენიმე სულის მარგებელ სიტყვასაც ვიტყვით. გავუმასპინძლდებით კიდევაც სტუმარს. ჩაი, ყავა და ასე შემდეგ. მაგრამ იბატონებს სიჩუმე და იმეტყველებს პირადი მაგალითი. ჩვენი ცხოვრების წესით უფრო ბევრ რამეს შევძენთ მას. ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ტაქტიკა, რადგან სტუმარი ამით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და არა სიტყვებით. თუ გვექნება წესრიგი და ვიქნებით ღმერთის ერთგულნი, განიწმინდება მთელი მონასტერი. ცხადია, მონაზვნების მხრიდან ეს ყველაფერი შესრულდება სადად, ყოველგვარი დაძაბულობისა და ძალდატანების გარეშე. ფიქრობ, ეს არის საუკეთესო მისიონერობა. ძალიან მალე მონასტერში ჩიტების დაიწყებენ მოსვლას. გაიგონებენ ზარის ხმას და საჭმელად მოვლენ. ჩამოსხდებიან გარეთ და მწუხრის ლოცვას მოისმენენ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან, ტყიდან და ჩვენს საერთო ლოცვებში მონაწილეობის მისაღებად მოვლენ. ქრისტე აღდგა. დღეს რამდენიმე სულიერი შვილი მესტუმრა სენაკში და ერთად ვიგალობეთ ქრისტე აღდგა სამჯერ. მე მათ ვუსურვე. გისურვებთ, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომამ ჩვენ სულებში ყოველივე კეთილშობილური და კეთილი გრძნობა აღადგინოს. ყველა ჩვენგვანს სიწმიდისაკენ წარგვიწყვეს და ზლიოს ძველ კაცს, ნებითურთ და გულის თქმით. ამას ითხოვს უფალი. ამიტომ ვისურვებდი, რომ ინებოს და შეგვეწიოს მკვდრეთით აღდგომილი ღმერთი, რათა შევმუსროთ და მოვაკვდინოთ ძველი იგი კაცი და მისი ეკლესიის ღირსნი გავხდეთ. უდიდესი სასწაული, რომელიც ქრისტემ აღასრულა, არის მისი აღდგომა. რასოდეს დაგვავიწყდება ეს, მრავალჟამიერ. ვიღაცამ თქვა, რომ დღეს ყველაფერი ლოცულობს, დედამიწა, ზეცა, ვარსკვლავები, სრულნელოვანი ყვავილები, მორაკრაკე ნაკადულები, მოჩუხჩუხე წყაროები, გალობელი ბულბულები, მონავარდე პეპლები, ყველანი გალობენ, ქრისტე აღდგა. და იმდენად იყო აღფრთოვანებული, რომ სიხარულისგან ხმამაღლა გაიძახო და ქრისტე აღდგა. ასეთი რამ მეც გადამხდა, როდესაც წმინდა მთაზე ვიყავი. აღდგომა იყო, სრულიად მარტო ავედი მთაზე, ათონის მწვერვალისკენ, დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლეზე. თან ძველი აღთქმის წიგნი მქონდა წაღებული და გავცქეროდი ლურჯ და მოწმენდილ ცას, უკიდეგანო ზღვას, რომელსაც დასასრული არ უჩანდა, ხეებს, ჩიტებს, მშვენიერ პეპლებს და აღფრთოვანებული ხმამაღლა ყვიროდი. ქრისტე აღდგა. როცა ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი, ჩემ დაგაოცნობიერებლად აღტაცებისაგან ხელები გავშალე და ასე ვიყავი გაშეშებული. შეშლილობა დამემართა. ცოტა ხანში ძველი აღთქმა გადავშალე და შემხვდა სიბრძნისაგან სოლომონისას შემდეგი სიტყვები. ღმერთო მამათა ჩვენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმა შექმე ყოველი სიტყვითა შენითა და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რაითა უფლებდეს შენ მიერ ქნულთა დაბადებულთა და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისაითა სასჯელსა სჯიდეს. მომეცმე უფალო საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე და ნუ განმაგდებ მე მონათაგან შენთა, რამე თუ მე მონაიშენი და ძემ ხევლისა შენისაი, კაცი უძლური და მცირედისა ჟამისაი და ნაკრულევანი გულის ხმის ყოფისაი, სასჯელისა და სჯულისათვის. მთელი სულით დავეწაფე ამ ღვთაებრივ სიტყვებს. რამდენიმე საათით თავდავიწყებას მივეცი. მოусმინეთ სოლომონ ბრძენს, რას ამბობს შემდეგ. და შენთანა სიბრძნე, რომელმან იცნის საქმენი შენი,
და მუნ იყო ოდეს შეიქმოდე სოფელსა და იცის რა იგი სათნოარს წინაშე თვალთა შენთა და რა ისიწფოება იარს მცნებათა შენთაი. გამოავლინე იგი წმინდათაგან ცათა შენთა და საყდრისაგან დიდებისა შენისა მოავლინე იგი, რაითა ჩემთანა იყოს და შვრებოდის და ვცნაა რა იგი არს სათნო წინაშე შენსა, რამე თუ იცის მან ყოველი და გულისხმა ჰყოფს და მიწყოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმინდით და დამიცვეს მე დიდებითა თვისითა. გესმით რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ამ სიტყვებს და იცის რა იგი სათნო არს წინაშე თვალთა შენთა და რა იგი არ სათნოება წინაშე შენსა. ამას ეძიებდეთ, ამით დატკბით, ამას ესწრაფოდეთ და ისე რომ ვერც კი გაიგებთ, ქრისტეს ტრფიალნი გახდებით.